ქრისტე იშვა დღეს ქრისტე დაიბადა დიდ დღესწაულია ყველანი ბედნიერი და გახარებულები ვართ დღევანდელი ტრადიცია გვაქვს უკვე დღეს სიონის საკათედროში ამ უძველეს ტაძარში სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორია დაიწერა და იწერება ჩვენი ქვეყნის ისტორია დღეს ამ საოცარ ახალგაზრდთან ერთად ვხდები და ჩვენ მომავალთან ვხდები დღევანდელ დღეს და მინდა მიულოცოთ ჩვენ ჩხოსნებთან ერთად ჩვენს ქვეყანას ჩვენ სამშობლოს დღევანდელი დღე და ყველას გულში ქრისტე დააბადებული იყოს როცა ქრისტე დაიბადება ჩვენს გულებში, ჩვენ გვექნება ერთმანეთის სიყვარული. ჩვენ ყველა, როგორც ეს გუნდი, ერთად უგალობს ღმერთს სხვადასხვა ხმაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ ჰარმონიას ქმნიან. მე ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას, რომ ჩვენ ქვეყანაში ჰარმონია შექმნილი იყოს და ყველას გაგვიაზრებინოს ქრისტეშობის დღესასწაული. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, ჩვენს ერთ, ჩვენს ქვეყანას ულოცავთ და უსურვებ, რომ აი ესეთი ქართველები გაზრდილი იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და ეს ტრადიცია ამ ქვეყანაში არ უმშილიყოს არასოდეს. შობას გილოცავთ. ალილო მასთან დაკავშირებული ძველი ქართული ტრადიციაა. ქრისტეს მახარებლები სიმღერით ულოცავდნენ ოჯახებს დღესასწაულის დადგომას. ქართული საწესო სიმღერით ალილო მოგვილოცა შობის შემობრძანება ფოლკლორულმა გუნდმა ჩოხოსნებმა. მისი ხელმძღვანელი გოგიტა ბუგიანიშვილი ჩვენთან ერთადაა. გილოცავთ გოგიტა შობას. ძალიან დიდი მადლობა და მეც მინდა რომ მოგილოცოთ დიდი სიყვარულით შობის დღესასწაული. ტრადიციად იქცა რომ ყოველ შობას ანსამბლი ჩოხოსნები მზად არის საქართველოს მიულოცოს შობა ახალწელი. ალილო ქართული საწესო სიმღერა, იგივე სიმღერა დალოცვა. სრულდებოდა და სრულდება დღესაც საქართველოში.
სხვადასხვა კუთხის ალილო ერთმანეთისგან მუსიკალური აღნაგობით მკვეთრად განსხვავებულია, მაგრამ შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტექსტი ძირითადად ერთნაირია. ჩვენ მოვისმინეთ კახური ალილო. კი, ბატონი თემურ ხევხიშვილის დამუშავებული. დიახ, და აი კიდევ რომელი კუთხის ალილოა ჩოხოსნების რეპერტუარში? ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ანსამბლი ჩოხოსნები, რომ ყველა კუთხის სიმღერა და ალილო განსაკუთრებით როცა მოდის შობის დღესასწაული, რომ შევძინოთ ჩვენ რეპერტუარს, არის კახურის, ქართლის, მეგრული ალილო, კიდევ ეს ჩვენი ცხოვრებაა, ეს ჩვენი წესი და ჩვენი ადათია. ვხვათ აგვაქვს ქართულ ფოლკლორში ისეთი ლამაზი ალილოები, რომელიც ძალიან ბევრია. რამდენსაც შეასრულებს ადამიანი, უფრო და უფრო მეტი სიხარული და უფრო მეტი ბედნიერება ენიჭება ამით. ახლა უნდა მოვისმინოთ იმერული მგზავრული, ხო? კი, დიდი სიამოვნებით ტანდემი გავაკეთე ორი სიმღერის, იმერული მგზავრულის და მომწონ შენი თვალები. ძალიან მოუხდება საშობაო განწყობას. კი, ბატონო. ყველა კუთხის, ყველა ჟანრის ხალხური სიმღერებია ჩოხოსნების რეპერტუარში. ყველა კილოს საგალობლები. ასევე ქალაქური ფოლკლორი. 25 წელია ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს, როგორც უნიკალურ საგანძურს ეუფლება ფოლკლორული გუნდი ჩოხოსნები. მოდით გოგიტა, ახლა მის თაობებს გადავავლოთ თვალი. დიდი სიამოვნებით. ეგ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სასაუბროა, იმიტომ რომ როცა უყურებ შენ გაზრდილ თაობას, თაობებს, როგორ წარმატებით ასრულებენ, როგორ წარმატებული ბიჭები არიან, როგორ მეგობრობენ ერთმანეთთან, როგორი სიყვარული აქვს. მე ბედნიერი ვარ განსაკუთრებით, რომ ჩემი ბიჭების ერთი-ორი თაობა მამაშალვა კეკელიასთან დგას და გალობელთა გუნდი ქვია. ახლა რას შეასრულებთ? ეხლა მინდა რომ მოგასმენინოთ ნუგზარ ფსუტურის სიმღერა საქართველოს. Azia da 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 da
საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის მონაწილე, გამარჯვებულია ჩოხოსნები. აი გასული წელი როგორი იყო ამ მხრივ? ბათუმშიც ვიყავით ფესტივალზე, კონკურს ფესტივალზე, სადაც გრან-პრიც ავიღეთ. კონცერტები ქონდა, ისევ და ისევ მოვეფერე ჩემ ულამაზეს კუთხეს რაჭაში ვიყავით. ეს ტრადიცია კი ბატონო 25 წელი გვისრულდება უკვე მომავალ წელს და მინდა რომ ერთი სოლო კონცერტი მიუძღვა. ბიჭების თაობები მოვიწვიო და ისეთი ლამაზი კონცერტი გავაკეთო, რომ დასამახსოვრებელი იყოს როგორც იმათთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომელიც დაესწრება. ეს უახლოესი გეგმაა. ეს უახლოესი გეგმაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ გოგიტა შობას. ხსნელის მოვლენების სიხარულს აუვსია დღეს ცადა მიწა. დიახ, ცოცხალია დღესასწაულის სიმღერით მილოცვის ტრადიცია. ალილო ლოცვად გაისმის მთელ საქართველოში. უკვე მრავალი საუკუნეა ასე ხვდება ჩვენი ქვეყანა შობას. 25-სა და რამდენსა შობა გათენებულაო, შობის მადლი შეგეწიოთ. ქრისტე დაბადებულა.